პირდაპირ ეთერში მე ვარ ოსტინ ვესტფალი. სასტრაფო ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთში ომზე. მედია ითხოვინება. ირანულმა რაკეტამ დაარტყა პრინც სულთანის ბაზას საუდის არაბეთში. პარასკევს, რის შედეგადაც ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ და დაზიანდა ZOA-ის რამდენიმე საწვავის შევსების თვითმფრინავი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს მთელი ღამის განმავლობაში. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული მონაცემები შესაძლო მსხვერპლზე ან სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც შეიძლება დაზიანებულიყო ამ ბოლო მოვლენაში. ჩვენთან ერთად არის საზღვაო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, ანალიტიკოსი და ესტრად პოდკასტის წამყვანი ჰალ კემპერი. ჰალ, თქვენ იცნობთ პრინც სულთანის ავიაბაზას. დიახ, მე ვიცნობ ამ ობიექტს. დიახ, ეს არის ბაზა, მინდა ვთქვა. ეს არის ბაზა, რომელსაც დიდი ხანია ვიყენებთ. იყო პერიოდი, როცა მას აღარ ვიყენებდით. ეს იყო რამდენიმე წლის შემდეგ 11 სექტემბრის ტერაქტის. უსაფრთხოების მიზეზების გამო. იქიდან ყველაფერი გამოვიტანეთ, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი და საიმედო ავიაბაზა. ჩვენ მას მრავალი წლის განმავლობაში ვიყენებდით. და ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, სადაც საუდელები და ზოა ძალიან კარგად თანამშრომლობენ. და ის ყოველთვის ითვლებოდა, როგორც საკმარისად მოშორებით მდებარე ბაზა, რომ უსაფრთხოდ და დაცულად მიეჩნიათ. ცხადია, საფრთხის ეს აღქმა შეიცვალა. დეივ ბრაუნი WSJ-დან ციფრებს გვაწვდის. მისი თქმით, ზექენირას 10 სამხედრო დაშავდა, მათგან 2 მძიმედ. ველოდებით მეტი სიცხადეს მომხდართან დაკავშირებით. ჰალ, ეს გვახსენებს, რომ სიაკუნივას რეგიონში ბევრი საჰაერო თავდაცვის სისტემა აქვთ, მაგრამ ეს საშუალებები ყოველთვის სრულყოფილად არ მუშაობს. ამ ეტაპზე ჩვენ ვაჩერებთ იმაზე მეც, ვიდრე 90% იმ საგნებიდან, რაც მოდის, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ 10% მაინც ახერხებს გავლას. და თუ ისინი ბევრს ისვრიან, თუ 100 ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებენ, ეს ნიშნავს, რომ 10 მათგანი რომელიღაცა მიზანს მოხვდება. და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სულ მცირე ერთმა მაინც შეძლო გავლა და მოხდა ფისაბს. როგორც გავიგე, იქ იყო KCS-135-ები, რომლებიც დიდი საწვავის შევსების თვითმფრინავებია. თუ გახსოვთ, მოხდა კატასტროფული შემთხვევა KCS-135-დან, რომელიც მიფრინავდა მგონი ერაყის თავზე, დასავლეთ ერაყში. ეს დიდი ხნის წინ არ მომხდარა, მაგრამ ისინი ნამდვილი სამუშაო ცხენები არიან. სწორედ ისინი ინარჩუნებენ ჩვენს ბევრ თვითმფრინავს, ჩვენს საბრძოლო თვითმფრინავებს აერში. ხომ იცით, არა? ეს შესაძლებელს ხდის ასეთ გრძელ ღრმა შეტევებს, ისეთ ადგილებში, როგორიცაა აღმოსავლეთი ირანი ან სამხრეთი ირანი, თუ ჩრდილოეთიდან მოდიხარ. ამიტომ ისინი უზარმაზარი ღირებულების რესურსებია. ეს ისაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და უკეთესად ვაკეთებთ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადგილას, რაც შეეხება ფრენის დროს საწვავით შევსებას. მაგრამ არსებული ცნობების მიხედვით, დაახლოებით 5 მათგანი იყო აეროპორტის ბაქანზე ან ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, ღიად, როდესაც შეტევა მოხდა. როგორც გავიგე, ეს, იცით, ნელ-ნელა ხდება ცნობილი. ჯერ ამაზე ოფიციალური დადასტურება არ მიგვიღია. მინიმუმ 1 თვითმფრინავი დაზიანდა. არ ვიცი განადგურდა თუ არა, მაგრამ არ მიკვრის, რომ მსხვერპლი გყავს. და უწფელად რომ თქვა, თუნდაც იმ დიდ ბალისტიკურ რაკეტათაგან ერთმა ახლოს აფეთქდეს, საკმაოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებს. რაც ქუეითში მოხდა, ნაცვლად აჩვენებს, რა ხდება, როცა საბრძოლო ქობინი აფეთქდება იქ, სადაც ჩვენი ჯარები იმყოფებიან. ველოდებით ოფიციალურ განცხადებას იტიაკუაჰევას შეიარაღებული ძალებისგან. პრეს-საღამოს მოვისმინეთ მდივანი რუბიოს განცხადება, რადგან ეს ომი უკვე მეხუთე კვირაში შედის. რუბიომ განაცხადა, რომ იტიაკუაჰევა შეძლებს ირანში თავისი მიზნების მიღწევას სახმელეთო ჯარების გარეშე და იმედოვნებს, რომ ოპერაცია რამდენიმე კვირაში დასრულდება. მან ასევე განაცხადა, რომ ათასობით ჯარისკაცის რეგიონში ბოლო დროს გაგზავნა მიზნად ისახავს პრეზიდენტ ტრამპს მეტი არჩევანი მისცეს. რამდენად მნიშვნელოვანია არჩევანის ქონა? მაქსიმალურად ბევრი არჩევანის ქონა ასეთ ბრძოლაში. ეს აიძულებს მტერს ცდილობდეს გამოიცნოს თქვენი განზრახვები მანევრულ ომში. სუნძის 2500 წლის წინანდელი ფილოსოფიის მიხედვით, მიზანია მტრის დამარცხება ბრძოლის გარეშე. და როცა გარკვეული შესაძლებლობები გაქვს, ეს მტრისთვის ძალიან რთულს, ზოგჯერ კი პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, წინასწარ განსაზღვროს სად დაარტყ ამ შემდეგ. და ეს არის ის, რითაც ჩვენ სარგებლობთ. ჩვენ ვცდილობთ გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარებას ODA ციკლის საშუალებით. დაკვირვება, ორიენტაცია, გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება. ყოველთვის კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ ვიყოთ უფრო სწრაფები და ეფექტურები ჩვენ საქმიანობაში. ჩვენ გვყავს ჩვენი სადაზვერვო და მეთვალყურეობის რესურსები, რომლებიც აკვირდებიან მათ ქმედებებს ისრაელთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, რათა გავიგოთ რა ხდება ადგილზე და რა ფიქრობს ირანის სამხედრო ხელმძღვანელობა, რომ ისინი მოუმზადებლები დავტოვოთ.
თუ თეირანში ვიქნებოდი, საკუთარ თავს კითხავდი. 10,000 პარაშუტისტის ჩამოსვლით, რაც გამოყენების რამდენიმე ვარიანტს ხსნის. გარდა ამისა, საზღვაო ძალების ორი დანაყოფიც მზად არის. ვუყურებ ჰორმუზის სრუტის კუნძულებს, ხარკივის კუნძულს და მთელ ამ ღია სანაპიროს და ვკითხულობ, სად დაარტყამენ ამერიკელები შემდეგ. საინტერესო ის არის, რომ მდივანი რუბიო ამბობს, რომ შესაძლოა ჩვენ არ გამოვიყენოთ ან არ შევიყვანოთ სახმელეთო ჯარები ჩვენი მიზნების მისაღწევად, მაგრამ ეს არის სახმელეთო ჯარების მუკარა. თუ დაბრუნდებით 1989 წელს ბალკანეთში, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სერბეთთან ურთიერთობისას ჩვენ რეალურად მივახციეთ რეჟიმის შეცვლას მხოლოდ საჰაერო ძალის გამოყენებით. ეს არ ყოფილა სწრაფი რეჟიმის შეცვლა, მე ვფიქრობ, რომ რადაც შეიცვალა. და შემდეგ, დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, დიახ, მას შემდეგ რაც ყველაფერი დასრულდა, სწორედ მაშინ შეიცვალა რეალურად რეჟიმი. ასე რომ ეს არ ყოფილა სწრაფი თანმიმდევრობა, მაგრამ რასაც ყველა აღნიშნავს, არის ის, რომ თუ არ იქნებოდა სახმელეთო ძალების მუქარა, ადგილზე ჯარების მუქარა, რომელიც საბოლოოდ იქცა სამშვიდობო ძალებად ადგილზე, თუ ეს არ იქნებოდა საკმარისი ზეწოლა არ იქნებოდა იმისთვის, რომ იმ რეჟიმის ცვლილება მომხდარიყო და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენ ვიკენებთ ადგილზე ჯარების მუქარას იმისთვის, რომ გავამყაროთ ის ძალა, რომელსაც ვიტენებთ ჰაერიდან და სხვა საშუალებებით. იმისათვის, რომ ეს შთაბეჭდილება შევქმნათ და მათი აზროვნება შევცვალოთ, მეუბნები დიახ, ისინი ახლა აქ არ არიან, მაგრამ შეიძლება რაღაცას აკეთებდნენ. და კონკრეტულად მე ვანიშნებ შეჭრებზე და ვაკვირდები სხვადასხვა ტიპის შეჭრებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. ეს შეიძლება იყოს ძალიან დესტაბილიზაციური ატოკრატიული მთავრობისთვის, როგორიცაა ირანის რეჟიმი. და პრეზიდენტი ტრამპი იბრძვის საფონდო ბაზართან, რომელიც კვირიდან კვირამდე ეცემა. ზეუს აქციებმა ამ კვირაში დაასრულეს ყველაზე ცუდი კვირა ომის დაწყების შემდეგ და ეს ასევე იყო მეხუთე ზედიზედ კვირა დანაკარგებით. რაულ რამდენად შეიძლება შიდა ეკონომიკულმა სირთულეებმა რეალურად იმოქმედოს იმაზე, რასაც საბოლოოდ ვიხილავთ ბრძოლის ველზე. ძირითადად მე ვაკვირდები იმას, რაც შიგნით ხდება ბენზინის ფასებთან, აქციების ბაზართან და კიდევ რამდენიმე სხვა მაჩვენებელთან დაკავშირებით. და ვიტყოდი, რომ ამას უზარმაზარი გავლენა აქვს, განსაკუთრებით ამ თეთრ სახლში. უნდა გახსოვდეთ, ეს თეთრი სახლი ძირითადად ბიზნესმენებისგან შედგება. მრავალი ადამიანი იქ ბიზნესის გამოცდილებითა და ამიტომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ციფრებს და იმას, რაც ხდება. ისინი აკვირდებიან ომის გავლენას ეკონომიკაზე და იღებენ გადაწყვეტილებებს თუ რა მდგომარეობას მიხვდნენ შემდეგ, რაც საინტერესოა. მოგცემ მაგალითს ერთ-ერთი პატარა საკითხიდან. დასაწყისში, როდესაც საჰაერო ომი იწყებოდა, ჩვენ რამდენიმე მათგანს ვარტყამდით. ჩვენ ვარტყამდით მათ ძვირადღირებული დიდი ზემოქმედების მქონე სისტემებით და ჯერ კიდევ ვარტყამთ მათ დიდი ზემოქმედების მქონე იარაღით. მაგრამ ეხლა ვიტენებთ იარაღს, რომელიც მნიშვნელოვნად ნაკლებად ძვირია ამის გასაკეთებლად. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე საჰაერო უპირატესობა გვაქვს. ამიტომ შეგვიძლია უფრო ახლოს მივიდეთ და გამოვიტენოთ გარკვეული იარაღი, რომლის გამოყენებაც ადრე არ შეგვეძლო. ვიცი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს ომს უფრო ხარჯთ ეფექტურს ხდის. ისინი ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ომის ხარჯებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა $35,000 ღირებულ დრონს 2 მილიონი დოლარის რაკეტით აგდებ, მაშინ ციფრები მნიშვნელობას იძენს. დროთა განმავლობაში. სანამწავალთ ერთ სტატიას ვკითხულობ. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიხედვით, მედიკამენტების პარტია ირანში გადაიგზავნა. ისინი აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე გაგზავნეს პუტინის ბრძანებით. კარგი, როცა ამ ომის 5 კვირის ნიშნულს უახლოვდებით, ბრაულ, ვინ აღმოჩნდა ირანის ნამდვილი მოკავშირეები ამ ბრძოლაში? კი, ვფიქრობ, რუსეთი ცდილობს იყოს მოკავშირე. არსებობს ზღვარი, თუ რას შეძლებენ ისინი. ერთი რამა, თუ მედიკამენტებს აგზავნი, ეს თითქმის საერთაშორისოდ მიღებულია. არავინ შეაჩერებს მედიკამენტების შეტანას. ეს უბრალოდ ერთ-ერთი ასეთი კატეგორიის სამედიცინო დახმარებაა. ჟენევის კონვენციის მიხედვით, ყველაფერი სამედიცინო განსაკუთრებულ სტატუსს ფლობს. წითელი ჯვრის ან წითელი ნახევარმთვარის ნიშნიანი ობიექტები არ უნდა გახდნენ თავდასხმის სამიზნე, რადგან ისინი სამედიცინო მიზნებისთვისაა. წითელი ჯვრის ნიშნიანი ობიექტები არ უნდა გახდნენ თავდასხმის სამიზნე, რადგან ისინი სამედიცინო მიზნებისთვისაა. ეს საერთაშორისო კანონია, ის ასევე ვრცელდება მედიკამენტებზე. ასე რომ სინამდვილეში ეს დიდად ამშტააბონებს. და აზერბაიჯანს ნამდვილად ექნებოდა მიზეზები ამის დაბლოკვისთვის, უბრალოდ იმიტომ, რომ ის ირანს არ უჭერს მხარს. მაგრამ მე ამას სხვანაირად ვუყურებ, როგორც წამოს.
ასე რომ ფიქრობ, ყველა მისცემს ამის საშუალებას, მაგრამ რუსეთს ბევრი არაფერი აქვს შესათავაზებელი. ეს მათთვის დიდი გამოწვევაა. და რაც ნამდვილად საინტერესოა, ის არის, რომ ჩინეთი ირანის დიდი მოკავშირეა. ისინი ძირითადად გვერდზე დგანან. ბევრი არაფერი შეუძლიათ. და ეს არის ის, რასაც ყველა აკვირდება. იცი, მთელი ბრიქსის კონსტრუქცია, ესე ვთქვათ, დიდი შვიდეულის ალტერნატივა. სადაც ძირითადად რუსეთი და ჩინეთი არიან, ასევე ირანი და ბრაზილია, რა თქმა უნდა, და შემდეგ სამხრეთ აფრიკა. აქედან მოდის სახელწოდება ბრიქსი. მაგრამ ამაზე მეტია. ეს რეალურად სარიელი ჩანს კონკრეტული ქმედებების თვალსაზრისით, რომელსაც შეუძლია გადადგას თავისი წევრების დასახმარებლად ან მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. ასეთ სიტუაციაში ირანი ფაქტობრივად მარტო რჩება. ალკემბერი წარმოგიდგენთ The Strats. მოусმინეთ Strats, ყველგან სადაც პოდკასტებია ხელმისაწვდომი. Quadglobal. მადლობა, ბოსტინ.